თუ ბავშვი ჩუმად არის, რეალურად ეს მოსაწონი არ არის. ხშირად ხდება ესეთი რამ, რომ მასწავლებლები ამბობენ, წყნარად არის ბავშვი, პრობლემა არ არის, ხო? ანუ აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, რას თვლის მასწავლებელი პრობლემად, იმას რომ გაკვეთილი არ იშლება და იმას რომ მის ასე ვთქვათ პროცესს ხელი არ ეშლება, იმიტომ რომ ჩუმად არის ყველა, ან ვიღაც კონკრეტული მოსწავლე, თუ იმას რომ რაღაცა შეიძლება იყოს უფრო მეტად ყურადღება მისაქცევი. თუ ბავშვი ჩუმად არის, რეალურად ეს მოსაწონი არ არის. ბავშვი უნდა იყოს ცნობისმოყვარე, უნდა იყოს აქტიური, უნდა აინტერესებდეს რაღაცეები, სვამდეს შეკითხვებს, ჰქონდეს мотиваცია რომ აღმოაჩინოს რაღაცეები და თვითონ ეძიოს, ინტერესი გამოავლინოს. თუ არის ჩუმად, კომუნიკაცია არის ძალიან მწირი, არ უნდა გამოხატვა საკუთარი არც აკადემიური, ასე ვთქვათ, მოსწრების და ცოდნის და არც ვთქვათ ემოციური ნაწილის გამოვლენა არ უნდა, პირიქით უფრო მეტად საყურადღებოა. მნიშვნელოვანია მიაქციოს მშობელმა ყურადღება, მაგალითად, ხომ არ შეიცვალა ბავშვის ქცევა, ბავშვის ემოცია, თუ პირობითად არის ტრანზიციის პროცესი და გადაყვავს ერთი ადგილიდან, ერთი სკოლიდან ან ბაღიდან მეორეში, ხომ არ შეიმჩნევა რაღაცა ისეთი ცვლილება, რომელიც მანამდე არ იყო. იყო ბავშვი აქტიური, უცბად გახდა პასიური, მაგალითად. იყო უფრო გამომხატველი და ექსპრესიული, გახდა უცბად ჩაკეტილი. უნდა განმარტოვება და თავისთვის ყოფნა, ოთახში ჩაკეტვა მაგალითად, თუ უფრო მეტად, ვთქვათ, არის ისევ ისე აქტიური, გამოხატავს თავის თავს, სოციალურია, არ უნდა განმარტოვება და ასე შემდეგ. გარდა ამისა შეიძლება იყოს აკადემიური ცვლილებაც, ხო, რომ მაგალითად აკადემიურად იყო კარგი მოსწავლე და შემდგომ რაღაცები გაუარესდა. აღარ უნდა სწავლა, აღარ აქვს мотиваცია. შეიძლება იყოს უფრო აგრესიული, ვთქვათ, უფრო უხეშად გამოხატავდეს რაღაცეებს, რაც მანამდე არ აღენიშნებოდა. რაღაც იცოდა, რაღაც უნარი ჰქონდა ადამიანს და შემდგომ უცბად თითქოს ეს უნარი უკან გადაიწია, თითქოს აღარ იცის, მაგალითად, დილით დგებოდა, თავად ემზადებოდა, იცვამდა, გახარებული მიდიოდა და უცბად ჩაცმის უნარი თითქოს აღარ აქვს და ვერ იცვამს თავის ტანსაცმელს. არ აინტერესებს მაგალითად როგორი ჩაცმული წავა, წაიღებს თუ არა რვეულს ან წიგნს, რამე ხომ არ დარჩება. შეიძლება იყოს პირდაპირი პროტესტიც, უფრო გამომხატველი, ასე ვთქვათ, ექსპრესიული და უფრო შთამბეჭდავი, რაც სხვათა შორის უფრო მეტად იქცევს ხოლმე ყურადღებას. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, თუ ყვირის ბავშვი, თუ რაღაცას გამოხატავს, უფრო შეიძლება მიაქციონ ყურადღება და ჩათვალონ, რომ პრობლემაა, მაგრამ თუ არის ჩუმად, შესაძლოა გამორჩეს როგორც მასწავლებელს, ასევე მშობელს და იმდენად, ვთქვათ, აღარ ჩაერთოს ამ საკითხში.